ის რაც გაინტერესებთ, გაწუხებთ, გაღელვებთ. გულახდილი საუბრები პირდაპირ ეთერში. გადაცემაში მოდი ვისაუბროთ. სამშაბათს და შაბათს, ღამის 12 საათიდან. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო. რადიო ექსკლუზივის ეთერში დაიწყო გადაცემა მოდი ვისაუბროთ. მე გახლავართ ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ზაზა ქუმელაშვილი. დღეს გვეყოლება 2 სტუმარი და გვექნება 2 სასაუბრო თემა. პირველი თემა შეეხება ბავშვთა ფსიქოლოგიას, ბავშვთა აღზრდის პრობლემებს, ხოლო მეორე თემა შეეხება ნევროლოგიას და ძილსა და სიზმარს. ახლა კი მე დაუკავშირდები ჩვენს პირველ სტუმარს, თინათინს, რომელიც გახლავთ ფსიქოლოგი და ვისაუბრებთ მასთან ბავშვთა აღზრდის საკითხების შესახებ. გამარჯობა ბატონო ზაზა. გამარჯობა. დიდ მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში ჩემ მოწვევისთვის და დღეს როგორც ახსენეთ, ჩვენ საუბრის თემად გვექნება მშობლების და შვილების ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მრავალფეროვანი თემაა და უამრავ საკითხს შეიცავს და კერძოდ მინდა ვისაუბროთ უფრო მშობლის სიყვარულის ნაირსახეობების შესახებ, ანუ როგორი სიყვარულის გამოვლინებები შეიძლება ქონდეს მშობელს შვილის მიმართ და ასევე ამ გამოვლინების, ესე ვთქვათ, დამახინჯებული ფორმების და მათი შედეგების შესახებ ვისაუბრებთ. ტერმინოლოგია ძალიან ზუსტად შეგირჩევია, იმიტომ რომ ვერც ერთ მშობელს ვერ ათქმევინებ, რომ თავისი შვილი არ უყვარს. ყველა თავის მოქმედებას არქმევს ის სიყვარულს, რომ ეს სიყვარულით მოსდის, მაგრამ რამდენად სიყვარული არის ეს მართლა ძალიან საინტერესო საკითხია. აბა გისმენთ. ჯერ ვიტყვით, რომ მშობლის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა ის არის, რომ თავისი შვილი გაზარდოს დამოუკიდებელ პიროვნებად და პასუხისმგებელ ადამიანად და თუ შვილების აღზრდის პერიოდში მშობელი ეხმარება გააცნობიერონ საკუთარი შესაძლებლობები და ის პერსპექტივები ამ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რაც რის მიღწევად შეეძლებათ მომავალში თავის ცხოვრებაში, მან შეიძლება თქვას, რომ მშობლის მოვალეობა ძალიან მაღალი დონით, უმაღლეს დონეზე შეასრულა. და არის სხვა შემთხვევა, თუ მშობელი მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურად უზრუნველყოფს თავის შვილს, მაინც ფსიქოლოგიურად, ესე ვთქვათ, მიიკერებს, ანუ დაარწმუნებს და შთააგონებს, რომ მშობლის იქით მას ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლია და ესე ვთქვათ, დამოუკიდებლობას შეუზღუდავს, მაშინ, რა თქმა უნდა, აქ მშობლის როლის შესრულება არის კიდევ ერთხელ გავიმეორებ დამახინჯებული, ანუ არასწორი ფორმით ხდება მშობლის როლის შესრულება. და ფსიქოლოგიაში ესეთი გამოთქმაა ცნობილი, რომ საშუალოდ თურმე ადამიანი თავისი ცხოვრების 50 წელიწადს ახმარს და მოახმარს იმის გადალახვას და ცდილობს იმის გადალახვას, რასაც მასში ჩადებენ პირველი 5 წლის განმავლობაში მისი მშობლები და თუ დაუშვათ მშობლები არ ყავს და ვინმე სხვა ზრდის, მისთვის მნიშვნელოვანი უფროსი ადამიანები. ადამიანი, რომელიც სიყვარულის გარეშე იზრდება და მოაკლდება ცხოვრებაში სიყვარული, უფრო მოსალოდნელია, რომ დაუწყოს მთელი ცხოვრება ძიება ამ გრძნობას და დაახარჯოს ცხოვრების დიდი ნაწილი სიყვარულის ძიებას, ვიდრე გაავრცოს და აღმოაჩინოს საკუთარ თავში პოტენციალი, რომელიც ჩადებულია მასში ღმერთის მიერ. ანუ ამ შემთხვევაში მაინც ადამიანი კარგავს დიდ ენერგიას იმაზე, რაც ვერ მიიღო მშობლებისგან. საინტერესოა, თუ პოულობს ასეთი ადამიანი ამ სიყვარულს, რომელსაც ეძებს. შეიძლება პოულობდეს ისევ თავის ცხოვრების თანამგზავრის სახით, ან დაუშვათ რაიმე ძალიან საინტერესო საქმიანობით, ან მოხდეს რაიმე სხვა საქმიანობით კომპენსირება. ყოველ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ეს გრძნობა, რომელიც უნდა იყოს ჩადებული მშობლისაგან შვილში, რომ მას არ მოუხდეს ზედმეტად დახარჯვა თავისი ენერგიის, რაც შეიძლება მიემართა უფრო სხვა საქმიანობისკენ.
ესეთი ჩემი აზრი. კარგი, ვინც არ ეძებს ის რა შეიძლება ის პირდაპირ ეპოულობს თუ როგორ არის საქმე? ვინც არ ეძებს, ანუ ვისაც დააკლდა სიყვარული არა, აი ვიღაცას არ დააკლდა სიყვარული. დიახ. და შესაბამისად არ ეძებს, ხო? არ ეძებს იმ დონით, რომ არ ახდენს კომპენსაციას და ეძებს უკვე სხვა გამოვლინებებს და ხარჯავს თავის ენერგიას უფრო სხვა სფეროში. ანუ მას ეს ცხოვრების ეს სფერო, მშობელთან ურთიერთობა ასე თუ ისე მოგვარებული აქვს და არ უხდება უფრო მეტი ენერგიის დახარჯვა. ის ცხოვრობს ჩვეულებრივად, ანუ უფრო სხვა ინტერესები აქვს ამ უძრავებს. სიყვარულს თქო უნდა ეძებს დაუშვათ მეუღლის სიყვარულს ან ბავშვის სიყვარულს, მაგრამ არა ისე გაწაფებით და არა ისე რაღაც ისეთი როგორ თქვა გაცხოველებულად, როგორც დაუშვათ ის ადამიანი, რომელსაც მოაკლდა ეს სიყვარული. გასაგები, ესე იგი უფრო მსუბუქად უყურებს ამ საკითხს და შეიძლება სწორედ ამიტაც უფრო ადვილად პოულობს, ვიდრე ის, ვინც გამწარებული ეძებს. პრინციპში იცი რა მე რო ვაკვირდები, ასეთი ადამიანები არიან უმეტესობა, ის ვინც გამწარებული ეძებს სიყვარულს და როგორც წესი ეძებს სხვაში. კი, სხვა ადამიანში. და არა თავის თავში. მე რამდენჯერ გამომიკითხია ახალგაზრდები, კიდაც ეთერით და კიდაც ისეც, როცა ვეკითხები, ვის შეიყვარებდი? და პასუხი არ გაინტერესებს, ვინც მე შემიყვარებდაო. ანუ უფრო სხვისგან მოელიან ამ შემთხვევაში. ხო, სხვისგან მოელიან. ანუ კარგად აქვთ შესწავლილი მექანიზმები, მეთოდები, როგორ უნდა გამოიწვიონ სიყვარული სხვაში, როგორ უნდა შეაყვარონ თავი ვიღაცას და ეს ყველაფერი დაიყვანება თავის დაფასებამდე. ყველას ცდილობს როგორ მე თავი დაიფასოს და სხვაში გამოიწვიოს, იმიტომ რომ ალბათ შინაგანად გრძნობს, რომ თვითონ არ შეუძლია ეს სიყვარული. კი, შეიძლება, მაგრამ არის ესეთი მოსაზრება, რომ სიყვარულის სწავლაც კი შეიძლება. ანუ ამის სწავლებაც შესაძლებელია, როგორ გიყვარდეს სხვა ადამიანი და დაუშვათ არ მოელოდეს სხვისგან სანამ ის შეგიყვარებს და შეგააკეთო რაღაცა და შენ მიუძღვნა დაუშვათ რაღაცა შენი შინაგანი გრძნობა. ესეც შეიძლება. ბევრ ადამიანს ამ სიყვარულის დეფიციტის გამო საინტერესო რამ შეუქმნია. ისიც ვიცით ჩვენ რომ ის ვინც ძალიან ბევრს ლაპარაკობს სიყვარულზე, როგორც წესი, იმას არ გამოუცდია სიყვარული. მშიერი უფრო მეც ლაპარაკობს საჭმელზე, ვიდრე მაძღარი, ხო? შეიძლება რაღაც ბევრი დადებითი მომტანიც იყოს. გააჩნია ადამიანი ალბათ რა სფეროებში და რა ფორმით ეძებს, ხო? ანუ იგივე შეიძლება ხელოვნებაში, ხო, სამხრივი სიყვარულის შემთხვევაში შექმნა თავის სიყვარულის ობიექტის უამრავი ნახატი და ამით მოახდინო კომპენსირება, ანუ იმ ობიექტს ადამიანს შეიძლება არ შეუყვარდეს ის ხატვარი, მაგრამ იმ ხატვარის სამაგიეროდ შეიძლება გახდეს ძალიან ცნობილი ესეთი დატვირთული ნახატებით. ესეც შეიძლება იყოს. ან რაიმე დავუშვათ ნაწარმოების შექმნისას. და ეხლა რა ხდება? ჩვენ გვყავს ესე იგი ბევრი შესანიშნავი პოპულარული მწერალი, პოეტი, კლასიკოსები, რომლებზეც აღიზარდა უამრავი თაობა, რომლების გან ჩამოუყალიბდათ მათ შეხედულებები სიყვარულის შესახებ და არის ძალიან დიდი ალბათობა, რომ აი ამ მწერლებს და პოეტებს თვითონ არ გამოუცდიათ სიყვარული, იმიტომ რომ რაღაც ნამეტანი ბევრს ლაპარაკობენ სიყვარულზე, ხო? და გამოდის ნაწილობრივ სამხრივადაც შეიძლება გამოუცდიათ. ვისაც არ გამოუცდია სიყვარული, ან არ შეუძლია, შესაბამისად ქმნის არასწორ წარმოდგენებს სიყვარულის შესახებ, ქმნის ცრუ სტერეოტიპებს. ეს თაობები იზრდებიან ამ ცრუ სტერეოტიპებით და შედეგად ვღებულობთ საერთოდ ატროფირებულ წარმოდგენებს სიყვარულზე და შესაბამისად საერთოდ უკუღმართ და დამახინჯებულ ურთიერთობას ადამიანებს შორის, რასაც ეძახიან სიყვარულს. აი მაგალითად ეჭვიანობას მეძახიან სიყვარულს. ანუ ზოგიერთი ხო თვლის, რომ თუ ვინმე ჩემს ეჭვიანობს, იმას აუცილებლად ვუყვარვარ და თუ არ ეჭვიანობს, არ უყვარვარ, ესე იგი სპეციალურად ცდილობენ რომ აეჭვიანონ ერთმანეთი და ესეც საზღვრებებით არიან დაკავებულები. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცეები, ვინც განიცდიან სიყვარულის შიმშილს, ქმნიან პოემებს, ქმნიან ოდებს, მიძღვნეს სიყვარულისადმი, კინოფილმებს, ათასგვარ კლიპებს, პაპსა კლიპებს სიყვარულის თემაზე, რომელსაც ძალიან უაზრო სიტყვები აქვს, როგორც წესი, აბა პაპსა რა პაპსა თუ უაზრო სიტყვები არ იქნება, ხო? და ამაზე იზრდებიან თაობები. აი რაში არის პრობლემა. მე ვიცი ერთი პოეტი,
რომელსაც აქვს დაწერილი ლექსები და რომელზეც შემიძლია თქვა, რომ მას გამოუცდია სიყვარული. ეს არის ინდოელი პოეტი რაბინათ თაგორი. თუმცა კი ის ბევრს არ ლაპარაკობს სიყვარულზე, ის უბრალოდ ლამაზ სიტყვებს წერს, რომელიც უფრო ქვეცნობიერზე მოქმედებს ალბათ ვიდრე ცნობიერზე. თუმცა კი უფრო ღრმად განიხილავს ალბათ. კი. სხვადასხვა ქვეყნის ენაზე არის ნათარგმნი და ლამაზი სიმღერებიც კი არის დაწერილი მის სიტყვებზე. თუმცა კი ეს პოეტი განსხვავებული პოეტია, იმიტომ რომ ინდოეთში არის ორი კატეგორია პოეტის. ერთი არის უბრალოდ მელექსეს რო ეძახიან რა, თხსველი. შემთხვეველი. რომელიც უბრალოდ რითმებს კრიფავს და პაპსავი კი ასე ვთქვათ. მაგრამ არიან პოეტები, რომელსაც უწოდებენ რიშის. რიში ნიშნავს პოეტი, რომელსაც ღმერთისგან აქვს ბოძებული ეს ნიჭი. და რა განსხვავება მათ შორის? პოეტი ჩვეულებრივი წერს, მაგრამ თვითონ არ გრძნობს იმას, რასაც წერს. უბრალოდ შეიძლება რაღაც ნაკადშია მოხვედრილი ინფორმაციის ნაკადში და ამ ინფორმაციის ნაკადს გადმოსცემს. ან უბრალოდ კარგად აქვს დამხეცებული ეს. ან რითმებს. ხო. კარგად ხო. და სხვადასხვა მეთოდები აქვს დამხეცებული ადამიანის სენტიმენტალურ გრძნობებზე მოქმედებისათვის და ამას იყენებს. მაგრამ რაც შეეხება რიში თვითონ არის ასეთი, რასაც წერს. ანუ გრძნობს ზუსტად იმას, რასაც წერს. გრძნობს ზუსტად იმას, რასაც წერს. როგორ გითხრა ახლა, უფრო ზუსტად რო თქვა, შეიძლება რომელიღაც პოეტი უმღერდეს ვაშკაცობას სიმამაცეს და თვითონ იყოს მხდალი და მოღალატე. მაგრამ რიში თუ კი ლაპარაკობს რაღაცაზე, ლაპარაკობს ისე, რომ მთლიანად პასუხს აგებს მის თითოეულ სიტყვაზე. იქიდან ლაპარაკობს, სადაც არის. და მე მხოლოდ ასეთ პოეტებს ვცემ პატივს. ბოდიში ესეთი რომ გადაუხვიეთ ახლა გთხოვ კარგად. საინტერესო გადახვევა იყო ნამდვილად. ეხლა დაუბრუნდეთ ისე მშობლების თემას. ზოგიერთი არსებობს ესეთი მოვლენა და ალბათ ბევრს შეუმჩნევია კიდევაც თავის ახლობლებში, ან გაუგია მაინც ესეთი ისტორიები, რომ მშობელი საკუთარ შვილს განიხილავს, ესე ვთქვათ, მოძრავ საკუთრებად, ესე უხეშად რო ვთქვათ. ანუ როგორც რაღაც გარკვეულ ქონების ფორმას, რაღაც ესეთ შენაძენის ფორმას და ისინი ფიქრობენ, რომ შვილები იქცევიან მხოლოდ შესაძლებელად მხოლოდ მაშინ და სწორად შესაბამისად, როდესაც ამბობენ და იქცევიან ისე, რასაც მათგან მშობლები მოელიან. და თუ კი რაღაც მომენტში ბავშვის მოზრდილის ქცევა არ შეესაბამება მშობლის მოლოდინებს და მოთხოვნებს, არ არის აუცილებელი ბავშვმა რაღაც ცუდი გააკეთოს, უბრალოდ არ შეესაბამება და თავის დამოუკიდებელ აზრს გამოხატავს, მაშინ დედა ან მამა ან პირდაპირ ეუბნებიან ან ქვეცნობიერი ტექსტებით მიანიშნებენ, რომ ესეთი შვილი მათ არ აწყობთ და არ უყვართ შესაბამისად. და ამას რა თქმა უნდა ზოგჯერ ესეთი გამიზნულად არ ამბობენ, მაგრამ ესე გამოსდის და შვილი ამ შემთხვევაში თავს გრძნობს როგორც მიტოვებულად, ანუ ის გრძნობს, რომ თუ რაღაცა ისე ვერ გააკეთა, მშობლებს ის არ ეყვარებათ. და შეიძლება მან ეს სიყვარულის რასაც მშობლებისგან ვერ იღებს, ეძებოს უკვე გარეთ და ეცადოს ამ ვაკუუმის შევსება. მე ასეთი სიტყვები მომისმენია ასეთი მშობლებისგან, თუ ისეთი არ გამოვა, როგორც მე მინდა, მირჩევნია მოვკლაო. ისინი უყურებენ თავის შვილებს, როგორც გარკვეულ ინვესტიციას უყურებს ბიზნესმენი. ან და სხვანაირად რო ვთქვათ, ეს არის მათი პენსია და მოხუცთა თავშესაფარი სიბერისთვის. ბავშვს აჩენენ იმისათვის, რომ შვილმა სიბერეში მოუაროს. და ციხაწყალის მომწოდებელი იყავს. თან ეს შეიძლება ვიღაცა შინაგანად ასეთია, ხო? მაგრამ სამწუხაროდ იმის გამო, რომ უკვე გავრცელებული არის ასეთი სტერეოტიპი, რომ ჩვეულებრივი ამბავი ამისთვის უნდა გააჩინო შვილი, აბა ისთვის. უკვე შეიძლება ვიღაც ადამიანი ისეთი მდაბალი არ არის, მაგრამ ამ სტერეოტიპის გამო ასევე ხელოვნურად იქმნის ასეთ მდაბალ მოტივებს შვილის გაჩენისა და გაზრდისათვის. ეს უფრო სავალალოა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს სტერეოტიპები ჩვენ დავანგრიოთ. კი, ან შეიძლება ის ადამიანი უბრალოდ ესე გაიზარდა და სხვანაირი მიდგომა არ იცის შვილის მიმართ. ეს არის პრობლემა, კი. ისევე ზრდის საუშოს, როგორც ის გაზარდეს.
და აი სწორედ ესეთი მიდგომიდან რომ დაუშვათ თუ შვილი გრძნობს რომ ისე თუ არ მოიქცა ის მშობელს არ ეყვარება და მოაკლებს ის მას თავის მხარდაჭერას და სიყვარულს აი ამ შემთხვევაში საფუძველი ეყრება ისეთ პიროვნულ თვისებებს როგორცაც ალბათ შეგუმჩნევია სხვა ადამიანებში და უცნაურადაც მოგჩვენებია რომ ზოგიერთი ძალიან ცდილობს უფროსებისთვის, ხელმძღვანელობისთვის და ისეთი მნიშვნელოვანი პიროვნებებისთვის თავის მოწონებას, ოღონდ ეს ზედმეტ ფორმებში გადასდის. ანუ მათ ეს შეითვისეს მშობლებისგან, რომ უნდა რაღაც ბევრი გააკეთონ და მათი ქცევის შესაბამისად და მათი მოლოდინების შესაბამისად მოიქცნენ და გადააქვთ უკვე მოზრდილობაში და ცდილობენ ესეთივე ურთიერთობა დაამყარონ უკვე სხვა მათთვის მნიშვნელოვან პიროვნებებთან და ეს იწვევს სწორედ ასეთ პიროვნულ თვისებებს. მაგრამ სამწუხაროდ არავინ არ უთხრა ამ ადამიანებს, რომ აქ ნდობის მოპოვება და ამობენ ხოლმე, რომ აი ყველაფერს გავაკეთებ, რომ იმ ადამიანს ნდობა მოვიპოვო. ანუ აქ საქმე არ არის სინამდვილეში ნდობის მოპოვებასთან, აქ არის ის ანუ მშობლების არასწორი აღზრდიდან წამოსული ეს არასწორი შეხედულებები. და ესეც ცნობილია, რომ ნებისმიერი ნეგატიური საქციელი, რაც მოზარდები აკეთებენ, ან ანტისოციალური საქციელი, ეს არის ესე თქვა დახმარების მოწოდება, ეს დახმარების ყვირილი თუ კივილი, რომ რომ მოიხსნან ის დანაშაულის გრძნობა, რომელიც მათ შეითვისეს მშობლებისგან, რომ ისეთები არ არიან თურმე როგორებიც უნდა იყონ და რაღაცა აი რუსები რო იტყვიან პლანკაზე ვერ აღწევენ, ვერ ქაჩავენ და არის ხოლმე, ანუ პიროვნებას გააჩნია ზოგი დაუშვათ ითრგუნება და ყველაფერში ეთანხმება მშობელს, თრგუნავს თავის პიროვნებას და არის პიროვნებათა ჯგუფი, რომელიც პირიქით პროტესტს აცხადებს და ცდილობს რაღაცნაირად ამაზე გავლენიდან გამოვიდეს, რა თქმა უნდა, უარყოფითი გზებით, მაგრამ სხვანაირი გზები მას არ ასწავლეს და არ იცის. სხვანაირად როგორ მოიქცეს და როგორ გამოვიდეს აი ჯაჭვებისგან, რასაც ქვია მშობლის ზეგავლენა, უარყოფითი ზეგავლენა, რა თქმა უნდა. სხვადასხვის ორმაგი წნეხის ქვეშ არიან ადამიანები. არა, სამმაგი წნეხის ქვეშ. ერთი მომთხოვნი მშობლები. მეორე მომთხოვნი სკოლა. და მესამე მომთხოვნი ღმერთი. სამწუხაროდ, რელიგიების უმეტესობას ყავს ძალიან მკაცრი და მომთხოვნი ღმერთი. აი მაგ საკითხს შევეხები, საინტერესო საკითხი ძალიან. საშინლად განამუსებს და აქვს თავიანთი ცოდვების წიგნები, რომელთაც დადიან და ამოწმებენ, შემდეგ იწერენ რა შესწოდეს, რომ არ დაავიწყდეთ ამისი აღიარება და გამოსწორება და ასე შემდეგ. აი მაგ საკითხს შევეხები. ეხლა რაც შეეხება რატომ არის რომ ზოგიერთ მშობელს, ანუ იმას კი არ ნიშნავს, რომ არ უნდა ბავშვის სიყვარული, უბრალოდ რატომ არის რა მიზეზია იმისა, რომ მას არასაკმარისად უყვარს, არ გამოსდის ბავშვის სიყვარული, ისე როგორც ეს არის საჭირო. ან სამ ძირითად მიზეზს გამოყოფენ, რომლის გამოც მშობელს არ შეუძლია უყვარდეს თავისი შვილი საკმარისად. ეს არის როცა მშობელმა არ იცის, საიდან მოდის სიყვარულის წყარო, ანუ ნამდვილი სიყვარულის წყარო, ანუ არ იცნობს უფალს და აქვს მასზე ისეთი არასწორი და დამახინჯებული წარმოდგენა და ზოგიერთ გონია რომ უფალი არის, ღმერთი არის დამსჯელი და მცირე რაღაც ისეთ დანაშაულის გამოც კი ის სასტიკად დაისჯება და ასეთივე დარ შეხედულებებს უნერგავს შემდგომს თავის შვილებს. და როდესაც მას არ აქვს ესეთი გასავალი ამ სიყვარულის წყაროზე, მას ესეთი ადამიანური ძალები ელევა, იმიტომ რომ ბავშვის გაზრდა ნამდვილად რთული პროცესია და ზოგჯერ ადამიანს არ ყოფნის თავისი ძალები, რომ ბოლომდე ესეთი მზრუნველობა და ბოლომდე არ ყოფნის ყველა ნერვული სისტემა თუ ასე შემდეგ ასე დავარქვეთ, რომ ბავშვის დაუშვათ ამა თუ იმ საქციელს გაუძლოს და შედეგად თანდათან ცდება ეს ადამიანური ძალები და ეგოისტურ ფორმებს იღებს. მე როგორ გადადის ჩხუბზე, ცემაზე და სხვადასხვანაირ დაშლის და ასე შემდეგ, კი. მეორე მიზეზი რატომაც არ უყვართ მშობლებს საკუთარი შვილები საკმარისად არის ის, რომ შეიძლება მშობელს, ანუ მოზრდილ ადამიანს საკუთარი თავი არ უყვარდეს საკმარისად და თავის თავს არ სცემდეს პატივს, ისევ და ისევ იმის გამო, რომ ესე გაიზარდა და არ შეაჩვიეს და ის ამ დროს ძალიან დიდ სირთულეებს განიცდის, როცა
ცდილობს ბავშვს იმაზე მეტი სიყვარული მისცეს, ვიდრე საკუთარი თავი უყვარს და საკუთარ თავს პატივს სცემს. ზოგჯერ ასეთი მოვლენებიც ხდება ხოლმე, რომ თავის მშობლებზე განაწყენებული მშობელი ადამიანი ასეთ რამეს გადაწყვეტს, რომ აი მე ჩემ შვილს სხვანაირად გავზრდი. მაგრამ საქმე იმაში არის, რომ სინამდვილეში უმეტესწილად გამოსდის ხოლმე პირიქით. იგივე გამოსდის. თვითონ უფრო გაორმაგებული დესპოტიზმით ექცევა. აი მაგალითი ავიღოთ, თქვათ, მშობელმა მას დააკლო განათლების მიცემის საშუალება. მაგალითად, სკოლაში არ წაიყვანეს იმაში, რომელშიც მას უნდოდა, და არ ატარეს პიანინოზე. კი, არ განუვითარეს რაღაც ნიჭები არ მისცეს. შემდეგ ეს შვილი, რომელიც შემდეგ იქცევა მშობლად, ასე ჩაიფიქრებს, აი მე ჩემ შვილს მაინც მივცე მამას და ატარებს თავის შვილს პიანინოზე და არც კი დაფიქრდება, უნდა ამ ბავშვს ეს პიანინო თუ არ უნდა. შეუძლია თუ არა. შეუძლია თუ არა, აი მე ვერ ვიარე და ჩემმა შვილმა მაინც უნდა იეროს. და ეს ძალიან ხშირად ხდება სამწუხაროდ. კი, გაუცნობიერებად, აი თურმე რა ხდება ამ დროს, როცა ჩვენ რაღაცას უარყოფთ, ვამბობთ, რომ მე ესე არ მოვიქცევი, მე ესე არ გავაკეთებ, ჩვენს ქვეცნობიერს თურმე ეს უარყოფითი არ ნაწილაკები არ ესმის, ხსნის ამ არ ნაწილაკებს და ასრულებს ზუსტად იმ ნაწილს, მე არ მინდა ესე მოვიქცე, გამოდის რომ მინდა ესე მოვიქცე და ქვეცნობიერს ჩვენ არასწორ გზავნილებს უგზავნით და სწორედ ის გამოდის, რაც სინამდვილეში არ გვინდოდა ცნობიერ დონეზე. მოდი კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ძალიან ყურადღებით და დაბეჭდებით, რომ ისმინონ ეს ჭეშმარიტება ყველა მშობლებმა. ქვეცნობიერს არა არ ესმის. შენ თუ კი ეტყვი, ეს არ გააკეთო, არ გააფუჭო, მას ესმის გააფუჭე, ეს გააკეთე. და აი ეს გამოთქმა, აკრძალული ხილი გემრიელიაო, შეიძლება სწორედ ამ დაკვირვების შედეგად წარმოიქმნა, რომ ვიღაცას რაღაცას უკრძალავ, მას ეს უფრო მეტად უნდა და მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით ხდება ეს, რომ ადამიანის ქვეცნობიერს აი ეს არ ესმის. შესაბამისად, თუ გინდა რომ რაღაცნაირად ადამიანს რაღაც გააკეთებინო, ან არ გააკეთებინო, სხვა ფორმით უნდა მიმართო. პოზიტიურად უნდა მიმართო. მაგალითად, არ გააფუჭო ეს, ამის მაგივრად შეგიძლია უთხრა, რომ შეინახე, გაუფრთხილდი, ხომ ასეა? კი, რაც უნდა გააკეთოს, ის უნდა უთხრას და არა რაც არ უნდა გააკეთოს. ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს ფსიქოლოგებმა და უნდა გამოვიყენოთ ეს აუცილებლად რა. და არის ხოლმე მე გამიგე ესეთ შემთხვევა, როცა არის ისეთი ბავშვები, ძალიან ჯიუტი ბავშვები და აკეთებენ სწორედ იმას, რასაც ვეტყვით, იმას საპირისპიროდ და იყო ესეთი შემთხვევა, რომ ჩემ შვილს როცა მიდოდა დაუშვათ ასაცმელი ჩაეცვა, ვეუბნებოდიო, რომ არ ჩაიცვა, ის არ მიხვიდი, არ გაბედო და ის შარვალი არ ჩაიცვა და ის ბავშვი მიბოდა ზუსტად იმ შარვალს იღებდა და ჯინოზე იმას იცნობდა, ეს სასაცილო ესეც არის შემთხვევები, როცა და მე მშობლებს გონიათ, რომ ვაიმე რა ჯიუტი შვილი გავაჩინე. ჯიუტე, ესე თქვა, რა თქმა უნდა, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ურთიერთობაში რთულია ამისატანა, მაგრამ ესე ითვლება, რომ ესე პიროვნების გამოვლინება, ეს განვითარების გამოვლინება და დამოუკიდებლობის და მაინც ესე უხეშად არ უნდა დაითრგუნოს. ფართოდ რო შევხედოთ, მომავალში ეს ბავშვი უფრო მოსალოდნელია, რომ ბევრს მიაღწევს, მით უფრო ჯიუტია და რაღაცას მიზანდასახული ფსიქოლოგიურად რომ ვთქვათ, მიზანმიმართული. ნებისმიერ მოვლენას ხასიათის თვისებას შეიძლება მოუნახო თავისი დადებითი ნათელი ნახევარი. მაგალითად, შიშარას შეგიძლია მოუნახო ფრთხილი. ზოგიერთ სიტუაციაში აუცილებელიც არის ეს წყალებში შიშარა იყო და შიში კონდეს. ჯიუტს შეგიძლია მოუნახო მიზანსწრაფული, მიზანდასახული. ნებისმიერი თვისება მესემ წამს, ნებისმიერი თვისება შეგიძლია შემოატრიალო შენ და სასიკეთოდ, თუ კი ოდნავი გონიერება გაქვს. ალბათ ერთადერთი თვისება, რომელსაც თავისი დადებითი მხარი არ გააჩნია, ეს არის უგუნურება სისულელე. ამას ვერაფერს ვერ მოუხერხებს ადამიანი არ დაჭკვიანდება. ისევ გამოცდილების და რაღაც მაგდა наступает на грабли, გამოთქმა რომ რაღაცა როცა თვითონ მიაღწევს იმ დონეს, რომ უკვე გადაწყვეტოს, რომ ამის იქით უნდა შეიცვალოს მისი ცხოვრება. რაღაცა შეცდომების ხარჯზე შეიძლება ეს ცოტა მწარე შეცდომის ხარჯზე
შეიძლება მიხვდეს, რომ მისი უგუნურება უნდა მორჩეს. ზოგიერთი ადამიანი სწავლობს შეცდომებზე, მაგრამ ზოგიერთი ისევ და ისევ ერთი და იგივე შეცდომას იმეორებს. ანუ რა ვიცი, ახლა შეიძლება მას სიამოვნებს ეს პროცესი, მაგრამ შეიძლება კი. ანუ კომფორტული ზონაც არსებობს ალბათ. არსებობს. მოკლედ, სანამ ადამიანთან დაიწყებ მუშაობას, მანამდე უნდა გამოიკვლიო ჯერ სინამდვილეში გულის სიღრმეში რა უნდა ამ ადამიანს. და უნდა თუ არა საერთოდ იმ პრობლემიდან გამოსვლა, რაზეც მოგმართა. კი. ამას უგულისხმობთ. ანუ არის შემთხვევები, როცა არის ის რეალურად ის არის კომფორტულ ზონაში და იქიდან იღებს ესე ეგრეთ წოდებულ მეორად სარგებელს, ანუ უფრო მეტ სარგებელს იღებს იმ სიტუაციიდან, ვიდრე რომ გამოსულიყო და ესე ვთქვათ, გამოჯამრთელებულიყო ამ შემთხვევაში. ყოველ შემთხვევაში ესეთი კომფორტული ზონა ხშირად გაუცნობიერებლად აქვს ხოლმე ადამიანს. და ცნობიერად კი მიისწრაფვის რაღაცისკენ, ბედნიერებისკენ, სიყვარულისკენ, თვითრეალიზაციისკენ. ასეთ ადამიანს აუცილებლად უნდა მიეცეს იმის საშუალება, რომ გააცნობიეროს თავისი გაუცნობიერებელი კომფორტის ზონა, რათა გამთლიანდეს მისი შინაგანი და ამ გამთლიანების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება, რა უნდა, რომ იტანჯოს და ამით დატკბეს, ტანჯვით ტკბობაც არსებობს. დაშვებით დატანჯოს თუ? არა, კი, რა თქმა უნდა. ასეთი ადამიანი, ვისაც უყვარს, ის იტანჯება. თორე დანარჩენები მშვენივრად იყენებენ მას, როგორც თვითონ უნდათ. ანუ არის ხოლმე მდგომარეობა, როცა თანადამოკიდებული ხდება ესეთი ადამიანის ახლობელი და ისიც ესე ვთქვათ, კომფორტულ ზონაშია, რომ მან იცის, რომ მისი ახლობელი არის ცუდად, დეპრესიაში და უნდა მოუაროს და ესე სწორედ გამოჯამრთელებაც კი შეიძლება არ იყოს მისთვის ესე ვთქვათ კარგი, იმიტომ რომ მაშინ მოუწევს უკვე სხვა ცხოვრების სხვა ასპექტებზე გადასვლა და უფრო რთული ამოცანების გადაწყვეტა. ისეთი რაღაც არსებობს. მოკლედ ყოველი შტეფსელი თავის როზეტკას პოულობს. საერთოდ ჯამში თუ კი რომელიღაც ადამიანი იტანჯება შინაგანად და ვერ ხვდება რატომ, პირველ რიგში მან უნდა თავის ქვეცნობიერთან დაამყაროს კონტაქტი და შეეკითხოს მას, რაში არის საქმე. ამაში დაეხმარება მას გამოცდილი ფსიქოლოგი, რომელსაც აქვს გარკვეული მეთოდები. კი, რა თქმა უნდა და ბევრ შემთხვევაში სწორედ ფსიქოლოგი არის ბიძგის მიცემი იმისთვის, რომ ადამიანმა გაარკვიოს, რატო ვერ იცვლება და რატო არ ცვლის ის, ანუ ვერ ცვლის თვითონ დამოუკიდებლად ხშირ შემთხვევაში ადამიანი თავის ცხოვრებას, იმიტომ რომ ის მიზეზები ჩამალულია სწორედ ქვეცნობიერში და ის ყოველდღიურ ცხოვრებაში ესე ადვილად არ ვლინდება, რომ ჩვენ ესე ადვილად გავაცნობიეროთ რაღაც პრობლემის არსი და ამიტომაც ხდება ხოლმე საჭირო ესეთი სპეციალურად ნასწავლ ადამიანთან მიმართვა. ის რაც გაინტერესებთ, გაწუხებთ, გაღელვებთ. გულახდილი საუბრები პირდაპირ ეთერში. გადაცემაში მოდი ვისაუბროთ. მეორე სტუმარი ყავს ჩვენ საინტერესო ადამიანი ირინა ონგორი. იგი არის ქართველი, მაგრამ დიდი ხანია ცხოვრობს გერმანიაში, გათხოვილი არის გერმანელზე. პროფესიით ის არის ექიმი, ნევროლოგი, საკმაოდ ძლიერი სპეციალისტი. მჯერალბათ ამ საკითხს შევეხებით, შემდეგ შეიძლება სხვა საკითხებზეც ვისაუბროთ. მოგესალმებით, ქალბატონო ირინა. მოგესალმებით, ბატონო ზაზა. გამარჯობათ. გამარჯობათ. პირველ რიგში მინდა დაგისვათ ასეთი შეკითხვა. მოდი აი მოკლედ მიმოვიხილოთ, როგორ ხდება კონკრეტული ნერვული გაღიზიანების მიწოდება ტვინამდე. თქვათ, დავიწყოთ შეხების გაღიზიანებიდან. თითს თქვათ, შეურჭობთ ეკალს. როგორ ღიზიანდება ნევრი, როგორ გადაიცემა იმპულსი და რა გზას გაივლის, სანამ მიაღწევს ტვინამდე. კი ბატონო, ამ შემთხვევაში წინასწარმიდან ბოდიში მოუხადებს ნენელს თუ ქართულად მაინც კარგად ვერ ჩამოვაყალიბებ ჩემს იდეით თუ თქვენ ამ შემთხვევაში ბატონო ზაზა, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მექანიზმები ერთვება ორგანიზმში. პირველ რიგში ტკივილის მექანიზმი. აქტიური მექანიზმიც, რა თქმა უნდა, და შეხების მექანიზმის ზედაპირული სენსიბილიზირება, რაც ადამიანს კანის რეცეპტორებში, ნერვის დაბოლოებებში ჩანერგილი აქვს. გაღიზიანება გადაეწოდება პირველ რიგში აი ამ პერიფერული ნერვებისგან, გადადის
ზურგის ტვინამდე ზურგის ტვინში არის პირველი ნოირონი, რომელიც ზურგის ტვინიდან ტვინამდე მიაღწევს ამ გაღიზიანებას. ეს გაღიზიანება ტვინში კიდევ მეორე ნოირონზე გადაირთვება და საბოლოოდ მიდის ამ ტკივილის ცენტრებში, ამ სადაც ტკივილი აღიქვება, იქ ხდება ამ ტკივილის დამუშავება. ესე იგი ორგანიზმი ხვდება, ტვინი მიხვდება, რომ აღარ შეუჭოთ ითი ამეკოს, თორემ კიდევ უფრო მეტად გეტკინება. ანუ ესე იგი დამცველი მექანიზმი. აი ასეთ რთულ გზას გადის გაღიზიანება, სანამ ტვინამდე მიაღწევს. ესე იგი ყველაფერი ყველაჯერ თავს იყრის ზურგის ტვინში? ყველა ნერვი. არა, ყველა არა ალბათ თვალის ნერვები და ყურის ნერვები არ იყრის თავს ზურგის ტვინში. ისაბეთ თავზე ბატონო. ტვინს გააჩნია საკუთარი 12 ნერვი, თუმცა მე-12 ნერვი გარკვეულწილად ზურგის ტვინიდანაც გამოდის, ასე ვთქვათ, ზურგის ტვინის ნაწილიდან, რომელიც შეერთებულია თავის ტვინთან, იქიდან იწყება, მაგრამ აი ეს დანარჩენი 11 ნერვი პირდაპირ არის დაკავშირებული თავის ტვინთან. ეს აბსოლუტურად მართალია. მე ვიცი, რომ თავის ტვინში უშუალოდ ტკივილის ნერვები საერთოდ არ არსებობს და საერთოდ ვერ გზნობს ტვინზე. აბსოლუტურად მართალია. აბსოლუტურად მართალია. თავის ტვინი თვითონ ვერ გზნობს ტკივილს. მხოლოდ თუ რომელიმე ტვინის არეალს გავაღიზიანებთ, თუნდაც ხელის შეხებით, ტკივილის აღქმა იქმნება იმ ორგანოზე, ან მაგალითად იმ სხეულის ნაწილზე, რომელიც აი ამ ტვინის ნაწილთან არის შეერთებული. ესე იგი, ტვინთან კი არა თვითონ, აი ამ ნაწილზე, რომლის გრძნობაც აღიქმება ამ ნაწილში. ტკივილთან დაკავშირებით ასეთი შეკითხვა მაქვს. ხომ არის რაღაც გარკვეული ძლიერი ტკივილი, რომელსაც უკვე ვეღარ აღიქვას, დამცავი მექანიზმი ირთვება, ხო? აი ესეც რა თქმა უნდა დამცავი მექანიზმია. ჩვენ გვაქვს ჩვენ ნერვებს აქვს ასეთი ფუნქცია, გარკვეულ წილამდე შეუძლიათ ნერვებს გაღიზიანდეს, გარკვეული ზედმეტი გაღიზიანების შემთხვევაში კი, როგორც მოკლე ჩართვა, როგორც ვთქვათ, ელექტროსისტემაში მოკლე ჩართვა ხდება, აი ესეთი მოკლე ჩართვა ხდება ნერვებზეც და აღარ ხდება იმპულსის გადატანა ტვინამდე. და თვითონ ტვინიც რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ითიშება. უნდა აღნიშნოთ ამ შემთხვევაში, რომ ეს გარკვეული თავისი პირადული ზღვარი აქვს, რომ აი ეს ზღვარი არის ტკივილის ზღვარი, გავრცელებულია ესეთი აზრი, რომ ქალები მეტ ტკივილს იტანენ, მაგალითად კაცები და ასე შემდეგ. თვითონ ქალებშიც არის განსხვავება, რა თქმა უნდა, ზოგი აიტანს იმას, რომ მაგალითად დაბუჟების გარეშე კბილი გაუბურღონ, ზოგი ვერ აიტანს ამას, ესე იგი, ძალიან ინდივიდუალურია. მე მაგალითად გამოვიმუშავე ჩემში, რომ ძალიან კარგად ვიტან ტკივილს. კბილსაც ვიბურღავ დაბუჟების გარეშე და კენჭის გავლაც ავიტანე გამოყუჩებლის გარეშე. ძალიან დიდი კონტროლის მექანიზმი გქონიათ ბატონო ზაზა. ხო, ასეთი ჰობი მაქვს. გადასარევი ჰობია, ალბათ ეს ჰობი რომ გავცელდეს დედამიწაზე, ალბათ აღარ დაგჭირდება ანესთეზისტები. ოპერაციისათვის. ხო, ანუ იმდენად მეზარება ეს, თქვა, გამოყუჩებლის შემდეგი უსიამოვნო შეგრძნება, ეს დაბუჟება და რაღაცა, რომ მირჩევნია, რომ არ გავიყუჩო. იმედი ეკვილების ჯანსაღი დარჩებოდი. რა თქმა უნდა, ტვინის ფუნქციები არ არის ჯერჯერობით, ყველა ფუნქცია არ არის შესწავლილი. ეს ტკივილის ფუნქციაც არ არის თლად შესწავლილი. რატომ არის მაგალითად გარკვეული ადამიანები ვერ იტანენ, რომ მართლაც შეხებასაც კი ვერ იტანენ კანზე, მაგალითად, იმიტომ რომ ტკივილს აღიქვავენ. მეორე ადამიანი, აგერ ბატონო თქვენ თვითონ ბატონო ზაზა შეგიძლიათ ტკივილი დააბურღვინოთ დაბუჟების გარეშე. ეს ყველაფერი ალბათ მომავლის მუსიკაა, მომავალში უნდა განმაცნობიეროთ, როგორ ფუნქციონირებს ჩვენი ტვინი, რომ მართლაც ყველანაირი გარეშე, მოქმედების გარეშე შევძლოთ ჩვენი ორგანიზმის დაქვემდებარებას, საკუთარ სურვილებისთვის დაქვემდებარებას. შეიძლება ცოტა არეულად გამოვიდა ეს. არა უშავს, ეხლა დიდი ხანი არ გილაპარაკიათ ქართულად და ესმის ჩვენ რადიო მსმენელებს გაპატიებთ. ეს მიმოვიხილეთ ჩვენ ასე თუ ისე, რა თქმა უნდა, ძალიან მიახლოებით
გაიხსიანების ელექტრონული მეთოდებით გადაცემა, ანუ ნერვებში გადის ელექტროიმპულსები და ელექტრონი არის როგორც კომპიუტერში, ისევე ინფორმაციის გადამცემი ადამიანის ორგანიზმში, მაგრამ ადამიანის ორგანიზმს აქვს მეორე ხერხიც ინფორმაციის გადაცემის, ეს არის ჰორმონალური, ქიმიური ხერხი, ანუ ხო, რომ ვისაუბროთ ზოგადად კიდევ ჰორმონალურ მეთოდზეც. მე არასწორად გამოვთქვი ეს მთელი ელექტრონული გადაცემა. ელექტრონული გადაცემა ნერვის იმპულსის საერთოდ რომ მოხდეს, მაგისთვის არის საჭირო, რომ გარკვეული მაგალითად კალიუმის, კალციუმის და ნატრიუმის მარილები მემბრანაზე, ნერვის მემბრანაზე, უჯრედის შიგნით ან უჯრედის გარეთ ალაგდებიან, რომ დეპოლარიზაცია ან რეპოლარიზაცია რომ მოახდინონ ამ მემბრანის. ეს პროცესი შეგვიძლია ქიმიურ პროცესად აღვიქვათ. რა თქმა უნდა. ესე იგი ელექტროქიმიური პროცესები მიმდინარეობს იქ. ელექტროქიმიური პროცესები აუცილებლად. თავის თვეში პირიქით ელექტრონული გადაიცემა ქიმიურ პროცესებად თუ არა? აუცილებლად და პირიქითაც. ესე იგი ქიმიური პროცესები, მაგალითად გარკვეული ჰორმონები, რომლებიც ტვინის გარკვეულ ჯირკვლებში გამომუშავდება, გადასცემენ ინფორმაციას ნერვების საშუალებით და ნოირონების საშუალებით. მართლაც რეგულაცია რომ გავუკეთონ ძილს, ან რიცხვს, ან ბედნიერების გრძნობას, ან ფიშის გრძნობას. საინტერესოა, სიყვარულსაც გარკვეული ჰორმონები წარმართავს? აუცილებლად. ანუ გამოდის რა, რომ ქიმია არის ყველაფერი? სიყვარულიც კი? ქიმია, ელექტრული იმპულსები, თუ ჩვენ ადამიანის ორგანიზმს მართლაც მხოლოდ აი ამ ფუნქციებამდე დავიყვანთ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ექვემდებარება აი ამ ელექტრონულ იმპულსებს, ან ჰორმონალურ დაღიზიანებას, მაგრამ ყველას ჯერჯერობით არ ვიცით რა არის სული ადამიანის პიროვნება ჩვენ, ხო? იცი ძალიან დამოფიქრა ამან მე, რომ თუ კი მართლაც და ადამიანის ემოციები, სურვილები დამოკიდებულია ქიმიაზე და ელექტრონულ იმპულსებზე, მაშინ სადღა არის ადამიანი, სად არის ადამიანის ნება? ზუსტად აი ეს შეკითხვა დავუსვი საკუთარ თავს, როცა დავიწყე ნევროლოგიის შესწავლა. ძალიან დიდი კითხვები გამიჩნდა, რა თქმა უნდა, იმასთან დაკავშირებით, თუ მართლა არის ვინმე ზეცაში, თუ მართლა ზეციური პიროვნებები ჩვენ და ღმერთი, მოდი დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელით, ღმერთი გვმართავს, თუ ჩვენ ვმართავთ საკუთარ თავს, არის ეს მხოლოდ ჰორმონები, რომლებიც გამომუშავდება იმისგან, რასაც ვთქვათ, მაგალითად, ჩვენ შევჭამთ, თუ დაულევთ, ძალიან საინტერესო თემა, ჯერჯერობით არ არის ალბათ გარკვეული. ძალიან ბევრი რაღაცა მეცნიერებისათვის ჯერჯერობით უცნობია, ისე რომ ყველაფერი წინ არის. ძალიან კარგია, რომ ადამიანს შეუძლია უბრალოდ აღიაროს. ჯერ ეს არ იცის მეცნიერება, მაგრამ უშავს რა. არც ფიზიკოსებმა არ იციან რა არის მაგნეტიზმი, რა არის ელექტრობა, მაგრამ ძალიან იყენებენ ამას მშვენივრად. იგივე ხდება მედიცინაშიც. ყველანაირი მოპყრობა ამ საკითხთან იქნებოდა გაჩერება. აღარ იქნებოდა არანაირი წინსვლა. არ იქნებოდა არანაირი მეცნიერება, რომ გამოვიკვლიოთ რატომ. აი ახლა ასეთი აზრი მომივიდა თავში ალბათ. რა ვიცი, სად მომივიდა აზრი ეს ჩვენ ისე ვლაპარაკობთ, რომ ესეც საკითხავია. სად მოსდის ადამიანს პირველად აზრები? ყოველ შემთხვევაში პირობითად ვთქვათ, რომ თავში მომივიდა ეს აზრი. პრინციპში ადამიანის გარე სამყარო რა არის? ის ნერვული რეცეპტორები, რომელიც არის ხუთი სახისა ვიცით ხო? ძირითადად მიეწოდება ამ რეცეპტორებიდან ინფორმაცია თავის ტვინს. გარკვეული ინფორმაცია მიეწოდება ქიმიურადაც ჰორმონების საშუალებით. ეს არის და ეს. თუ კი ჩვენ, თქვათ, გამოვთიშავთ ამ შტეკერებს, ნერვებს და იმის მაგივრად ჩავთავთ იმიტატორს, რაღაც კომპიუტერ იმიტატორს, ადამიანი აღმოჩნდება აბსოლუტურად სულ სხვა სამყაროში, იმიტომ რომ ყველა მისი გრძნობათა ორგანო აღიქვამს სულ სხვა სიტუაციას და ნუ იტყვის, რომ ასეთი რაღაცა არ არსებობს. ასეთ რაღაცას ჩვენ ყოველდღიურად თუ არა, ყოველ ღამე ვაკეთებთ. ჩვენ ვთიშავთ ჩვენს გრძნობათა ორგანოებს და ვიძინებთ. სიზმარში აბსოლუტურად სულ სხვა რეალობაში ვხვდებით და რაც თავარია არ გვახსოვს ჩვენ რომ არსებობს ცხადიც. 1000-ში ერთხელ ზოგიერთებს ახსოვს ეს ცნობიერი შესვლა არის სიზმარში, მაგრამ ძირითადი ადამიანებს არ ახსოვთ და
გამოდის რომ ჩვენ ცხოვრობთ ორ სამყაროში, ორ რეალობაში. ერთი არის ცხადი სამყარო, ფხიზლის, ესეც პირობითია, რა თქმა უნდა, რამდენად ფხიზლები ვართ, ესეც საკითხავია. და სიზმრის სამყარო. რა იცის ძილისა და სიზმრის შესახებ დღეს მეცნიერებამ, მედიცინამ, ირინა? რატომ გძინავს? პირველ რიგში მეცნიერება იძახის, რომ ძილი არის ეგრეთის პროდუქტი, რომელიც ორგანიზმმა გამოიმუშავა. ხო, მაგრამ არიან ასეთი ცხოველები, რომლებსაც არასდროს არ ძინავთ. რომელიღაცები არსებობენ. პრინციპში ადამიანებიც არიან ზოგიერთები, ვისაც დარღვეული აქვთ ეს, რომ არასდროს არ ძინავთ. თუმცა კი ვისაც დარღვეული აქვს ძილი, ამბობენ, რომ არა, სულ ერთია ძინავთ ამ ადამიანებს, უბრალოდ ტრანსში გადადიან. აი ესეთი, თვალები გახელილი აქვთ, შეიძლება ორგანიზმის გარკვეული ფუნქციები მოქმედებს, მაგრამ აი გავითიშიო რო იტყვიან რა. აი ესეთ მდგომარეობაში ვარდებიან და ამ მდგომარეობით ასე თუ ისე ორგანიზმი ისვენებს მაინც. ისე რომ არავის არ ეძინოს, ალბათ ასეთი რაღაცა არ არსებობს. თუ ესე არ ექნება, მოკვდება ბოლო-ბოლოს ადამიანი უძილობისგან. მეცნიერებმა გამოიწვიეს, რომ 8 დღის შემდეგ მართლაც ჯანმრთელობა იმდენად დაზიანდება, რომ თუ ადამიანმა არ დაეძინა, მართლაც შესაძლებელია, რომ ადამიანი მოკვდეს უძილობის გამო. წარმოიდგენია, ალბათ ფაშისტებმა გამოიკვლიეს ეს, საწოდავის ადამიანი, ვიზაც გამოიკვლიეს. ალბათ. კიდევ კარგი გერმანელებს არ ესმით ახლა ჩვენი ლაპარაკი. კი, გაუჭირდებათ ქართული საუბრის. გადათარგმნა. კი, ესე იგი ძილი არის მნიშვნელოვანი, მაგალითად, აქ მეცნიერები იძახიან, რომ ძილში ხდება ინფორმაციის გადამუშავება, რაც ადამიანმა დღის განმავლობაში ნახა, სწავლა, მაგალითად, ადამიანმა იკითხა დღის განმავლობაში წიგნი, ღამით ძილის დროს გადამუშავდება ეს ინფორმაცია და გარკვეული ინფორმაციები აი ამ წიგნიდან რჩება ტვინში სამუდამოდ, თუ ადამიანი ამას გამოიყენებს თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ეს რჩება აუცილებლად ტვინში. მეორე თეორია არის, რომ რა თქმა უნდა ძილი არის რეგენერაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ტვინმა თვითონ უნდა დაისვენოს, ორგანიზმმა უნდა დაისვენოს ტვინის ამ რეგენერაციის პროცესში ორგანიზმიც აუხდა, ორგანოებიც ისვენებენ. რა თქმა უნდა, ძალიან ვრცელი თემა რაც ძილს შეეხება, მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ, ძილი შედგება არა მარტო თვალების დახუჭვისგან და თვალების დახელისგან, მაგალითად აი ამ ჩქარი თვალის მოძრაობის ფაზისგან, რომელიც ჩქარი თვალის მოძრაობის ფაზაშიც ჩვენ მაგალითად სწავლობთ და სიზმრები გვესიზმრება. სწავლობთ და სიზმრები გვესიზმრება, ანუ შეიძლება ეს რაც გულისხმობთ, რომ ყურებში შეიძლება ჩაგესმოდეს რაღაცა ასეთი ძილის დროს და ისწავლო? დიახ, ალბათ ეს არის ის მეცნიერებმა ჯერჯერობით რამდენი ესმის ადამიანს. ამ პერიოდში, ამ ძილის REM ფაზის პერიოდში რა თქმა უნდა, ყველაფერს სხვა ფაზების პერიოდში არ გვაქვს ორგანიზმი და ყურები, რა თქმა უნდა, ხმაურს და ასე შემდეგ, მაგრამ რამდენად დამტკიცება, ყველაფერი არის დამტკიცება. ესე იგი, მეცნიერება ცდილობს ყველაფერი დაამტკიცოს, რაც არ არის ჯერჯერობით დამტკიცებული, არის მარტო თეორემა. ასეთი თეორემები შემიძლია წამოვაყენო, მაგალითად, რომ მარსზე ცხოვრება არსებობს. პრინციპში საინტერესოა, ჩავთავ ხოლმე აუდიო წიგნებს და რომ დავიძინებ, ჩართული იყოს და იტრიალოს, რას ვკარგავ, ხო? მით უმეტეს ჩვენურად მეძინება ხოლმე, როცა ესეთი აუდიო წიგნია ჩართული, ტკბილად თითქოს ზღაპარს მიყვებიან. იქნება და შევითვისო ეს ინფორმაცია. მით უმეტეს თუ კი ეს წიგნი იქნება დადებითი პროგრამა, პოზიტიურად თუ კი დააპროგრამებს ჩემს ტვინს, შვენიერია აუცილებლად უნდა გავაკეთო ხოლმე ეს და ალბათ ურჩევ რადიო მსმენელებსაც. რაღაც საშინელებები არ ჩართონ, მაგრამ ისეთი წიგნები, რომელიც პოზიტიურ განწყობას ქმნის, ალბათ ძალიან სასარგებლო იქნება. პირდაპირ ქვეცნობიერში ჩაიწერება ეს ინფორმაცია. მაგრამ ძალიან დიდი თხოვნა მექნება მთელი ღამის განმავლობაში, რომ ეს არ დააკეთოთ, იმიტომ რომ ყურებმაც უნდა დაისვენოს. ტაიმერზე შეიძლება დავაყენოთ პრინციპში, ან და პლეილისტში ჩავყაროთ გარკვეული თქვა 1 საათის მასალა და მე გაჩერდება ავტომატურად. ამის მოწყობა შეიძლება.
ესეთი ექსპერიმენტის ჩატარება მართლაც შეიძლება და შემდგომ რამოდენიმე დღის შემდეგ მაგალითად ტექსტის ჩატარება რამდენად შეითვისა ადამიანმა ინფორმაცია. იქნება და ინგლისური ვისწავლო. საინტერესოა. კარგი, ახლა ნებაუმეცი დაგემშვიდობო. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა, გმადლობთ. კარგად იყავით. ის რაც გაინტერესებთ, გაწუხებთ, გაღელვებთ. გულახდილი საუბრები პირდაპირ ეთერში. გადაცემაში მოდი ვისაუბროთ. დაბრუნდით ეთერში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მოდი ჩვენ გავაგრძელოთ ძილისა და სიზმრის თემა, უკვე ფსიქოლოგიის თვალსაზრისით. კი ბატონო, წინამც ჩართვაზე ვიცი გყავდათ ნევროლოგი, იმას უსმენდი და საინტერესოა, რა თქმა უნდა, რომ ტვინს თურმე გააჩნია თავისი ფაზები, რომელსაც გაივლის ძილის დროს და ეს ფაზებიც განსხვავდება, ანუ ზოგჯერ ადამიანს ესე ცხოვრებისეულად რო ვთქვათ, აქვს ისეთი პერიოდი ძილში, რომ მას ფხიზლად ძინავს შედარებით ზედაპირულად და პატარა ნაბიჯის გადადგმის ხმას კი შეიძლება გამოღვიძების მიზეზი გახდეს და ზოგჯერ ანუ გარკვეულ პერიოდში აქვს ღრმა ძილი განვითარებული, ხო? ამას მე სამედიცინო ენას თავისი, რა თქმა უნდა, თავის სახელწოდება აქვს, მაგრამ ჩვენ ესეთი ცოტა ცხოვრებისეული ენით რო ვთქვათ და სამედიცინო ენაზე იყოფა ეს როგორც ნელი ძილი და სწრაფი ძილი. კი, და გამოირჩევა კიდევ თან თვალის მოძრაობებითაც ამჩნევა და თვითონ ტვინის აქტიურობითაც. ან ტვინს მუდმივად ესე ვთქვათ მოსვენებულ მდგომარეობაში არ არის, როგორც მე მახსოვს ფიზიოლოგიის კურსიდან და აქვს თავისი აქტიურობის და ესეთი ნაკლებ აქტიურობის პერიოდები. ახლა მე მოგიყვებით ჩემი პირადი დაკვირვებების შედეგებს, მე ვაკვირდებოდი ადამიანებს, როგორ იძინებდნენ. ჯერ ხდება როგორც წესი, სუნთქვა იცვლება, სუნთქვის მიხედვით ბევრი ინფორმაცია შეიძლება მიიღო ადამიანის შინაგანი მდგომარეობის შესახებ. იცვლება სუნთქვა, მაგრამ მაინც და მაინც შეუმჩნევლად, იმიტომ რომ ჯერ არ არის ღრმა ძილში ადამიანი, კუთთოები იწყებენ ხამ-ხამს, თვალების კაკლები იწყებენ ტრიალს და კუნთები იწყებენ უნებურად შეკუმშვებს. ხო, ერთხელ ჩავატარე ასეთ ექსპერიმენტი ჩავატარე, რომ ადამიანს უყურებდი და მისი კუნთების შეკუმშვების მიხედვით მოვყევი რა ნახა სიზმარში. რა საინტერესოა. ხო. ანუ როცა გაიღვიძა, მაშინ მოვყევი რა ნახა სიზმარში და ძალიან გაუცდა, რომ თითქმის ზუსტად აღწერე რას ხედავდა სიზმარში. ანუ ესე იგი გამოდის, რომ ადამიანი რასაც ხედავს სიზმარში, ძალიანებურად იმას აკეთებს და ეს ოდნავ შესუსტებულად გადაეცემა მის კუნთებზე. თუმცა ზოგიერთ შეიძლება ძალიან მაგრად გადაეცეს და ალბათ ასეთ ადამიანებს თვარეულები ქვია. არის ხომ ეს შემთხვევები, როცა ადამიანს ანუ ვერ არჩევს რეალობაში დაუშვათ ესეთი ნაბიჯის გადადგმის ეფექტი და უცებ გაეღვიძება ხოლმე არის ესეთი. კი. მე მაგალითად ასეთი რამ დამსიზღვრებია, რომ რომელიღაც ადამიანმა გამაბრაზა, მთელი ძალით მოუქნია წიხლი სიზმარში და მივარტყი კარადას. ალბათ უფრო მგზნობიარე ადამიანს ესიზმრება ესეთი სიზმრები, სადაც მე უკვე მოქმედებაზე გადადის ჩემი აზრით. ანუ მისი ფსიქიკა, ანუ მისი ქვეცნობიერსა და ცნობიერს შორის უფრო ესეთი საზღვარია, რბილი საზღვარი და ალბათ უფრო შემდეგ მოქმედებებში ესე აშკარად გამოიხატება, რასაც თქვენ თქვით და ის წამოხტომა და ისე ზოგიერთი ადამიანი ამტკიცებს იმას, რომ სიზმარს არ ხედავს საერთოდ. მაგრამ მეცნიერები ამას უარყოფენ. სიზმარს ხედავს ყველა, უბრალოდ ზოგიერთს აღარ ახსოვს ეს. კი, ანუ ავიწყდება, ხო, არის ისეთი. თითქოს და ჩვენს ცნობიერს იმდენად რცხვენია იმისი, რაც და ეს რომ თან რაც საინტერესოა, რომ შენ შეიძლება გაგახსენდეს შენი სიზმარი, მაგრამ დღის განმავლობაში ძალიან სწრაფად გავიწყდება ეს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გაიხსენე და მოყევი კიდევაც ეს სიზმარი. ხოლო იმ შემთხვევაში თუ კი შენ სპეციალურად დაიმახსოვრებ ამ სიზმარს, ჩაიწერ, ზოგიერთი იწერს კიდევაც ეს სპეციალური მეთოდია. მაგრამ როგორც წესი, ადამიანს ამახსოვრდება ზოგიერთი სიზმარი, მთელი სიცოცხლე განსაკუთრებით ამახსოვრდება გამეორებადი სიზმრები. აი გამეორებადი სიზმრები არის ძალიან საინტერესო ფენომენი და ყველაზე უფრო საინტერესო ფსიქოლოგებისათვის. იმიტომ რომ გამეორებად სიზმრებში შენ გადადიხარ სხვა სამყაროში. აი თითქოს გვიძავს ხარ სახლში, დაიძინებ და გადადიხარ სხვაგან. სადაც ეს ისტორია თან გრძელდება, სადაც წყდება შეიძლება იქ გაგრძელდეს, ანუ ფაქტიურად შენ ცხოვრობ
ორი ცხოვრებით. ერთ ცხოვრებაში ხარ ერთი ტიპი, ერთ სამყაროში ცხოვრობ, მეორე ცხოვრების დროს, სიზმრის ცხოვრების დროს შეიძლება სულ სხვანაირი აღმოჩნდე. ზოგიერთ შეიძლება ესეთი რამე არ გამოუცდია, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან აქტიურად არიან ამ მეორე ცხოვრებაში, სხვადასხვა ესეთი ფაქტი არსებობს. ავსტრალიაში არის აბორიგენების ტომი, ასეთი, სადაც მამაკაცები მარტო, საინტერესოა, მარტო მამაკაცები ცხოვრობენ ასეთი ორი ცხოვრებით. მათთვის ეს სიფხიზლის სამყარო უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ძილის სამყარო. ანუ სიზმარში ცხოვრობენ? სიზმარში უფრო აქტიურად ცხოვრობენ, ვიდრე სიფხიზლეში. გამოიღვიძებენ მხოლოდ იმიტომ, რომ შეჭამონ და იკმაყოფილონ თავიანთი ბუნებრივი მოთხოვნები, რომელსაც ქალები უკმაყოფილებენ, ანუ აჭმენ და ბანენ რაღაც. ეს აბორიგენები, რომლებიც ცხოვრობენ ასეთი სიზმრის ცხოვრებით, რეალური პიროვნებები არიან იქ სიზმარში, სახელები ქვიათ სიზმარში, ალბათ რაღაც მოქალაქეობაც აქვთ მიღებული იმ სამყაროში. და გარკვეული კანონებითაც ცხოვრობენ და ცოლები კიდევ უვლიან ამ კაცებს იმისათვის, რომ მათ იცხოვრონ ამ სიზმრის სამყაროში. აი ასეთი რაღაცებიც ხდება. მაგრამ ზოგიერთები შეიძლება ცხადში იყვნენ ასეთ სიზმარში და ამ სიზმარს ალბათ შიზოფრენია ქვია, ხო? კი, ანუ როცა უკვე ზღვარი იშლება ადამიანში, რა არის სიზმარი და რა არის რეალობა და უკვე ავადმყოფობად გადადის, ხო? ანუ როცა სიზმარს თვლიან რეალობად და ფიქრობენ, რომ იქ არის რეალობა და ეს, რასაც უბრუნდებიან, ეს ალბათ რეალობის უარყოფაც არის, იმიტომ რომ იქ ალბათ უფრო კარგად გრძნობენ თავს და არის ხომ ეს პიროვნებები, ალბათ უფრო მარტოსული ადამიანები, ვინც იქ უფრო იკმაყოფილებს თავის ფანტაზიებს, თავის იქ უფრო ისეთი ხორცავს ცხოვრებით ცხოვრობს, ვიდრე რეალობაში. და ანუ ქვეცნობიერი მას კომპენსირებას უკეთებს ალბათ იმ სიზმრებში, იმ რეალობის კომპენსირებას, რასაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ვერ აღწევს. ეს ერთ-ერთი მომენტი არის სიზმრისა, მაგრამ არა ამომწურავი. ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი ასპექტი აქვს სიზმარს. აი ინტუიცია და წინასწარმეტყველური სიზმრები ალბათ ცალკე თემა არის. კი, ესეც არსებობს, რა თქმა უნდა. ანუ სიზმრები თავისთავად იყოფა შინაარსის მიხედვით, შეიძლება ნაწილი იყოს უბრალოდ ესეთ ცხოვრებისეული მოვლენები, რაც ყოველდღიურად ხდება ადამიანის ცხოვრებაში და იმის ნაზავი მოხდეს სიზმარში. რა თქმა უნდა, იქ უფრო სხვა კანონები მოქმედებს სიზმარში, ანუ იქ წარსული, აწყვო, ერევა ერთმანეთს და არის კიდე სიზმრები, რომელიც ესე ვთქვათ, ქვეცნობიერიდან მოდის, რაღაცა ინფორმაციის მატარებელია, რომლის გაშიფრვითაც ადამიანი დაუშვათ თავის მომავალზე თუ არა თავის აწყვოზე უფრო მეტ გაიგებს. ანუ რაღაცა რისი ამოხსნის შედეგად ჩვენ უფრო წინ წავიწევით. პრინციპში თანამედროვე ადამიანის ფსიქიკის ანალიზის სიმღერების მიხედვით ძალიან გართულებულია მხატვრული ფილმების წყალობით. ანუ უფრო ისეთია, დატვირთული და ჩახლართული გამოდის. ხშირ შემთხვევაში ადამიანს ეს იზმრება ის, რასაც ნახულობს ეკრანზე. ან ტელევიზორის ეკრანზე, ან კომპიუტერში უყურებს ფილმებს და შეიძლება ძალიან ბევრ ესეთ სასაცილო დასკვნებს აკეთებდეს ფსიქოანალიტიკოსი მისი სიზმრების მიხედვით და ეს კიდე სიზმრები უბრალოდ გამოწვეული იყოს იმ ფილმებიდან, რასაც ეს ადამიანი უყურებს. გამოვიდეს აჯაფსანდალი ამ ყველაფრის. ასე რომ ალბათ ყველაზე კარგი ანალიტიკოსი არის ალბათ ისე თვითონ ადამიანი საკუთარი თავის, იმან უკეთ იცის თვითონ რას უყურებს, რატომ და რისთვის. ალბათ მართლაც ფროიდივით წლობით უნდა იაროს ფსიქოლოგთან ადამიანმა, რომ ის შეისწავლო ისე კარგად, რომ გაარჩიო მისი ფილმებით ანახი შთაბეჭდილებები მისი სერიოზული კომპლექსებისაგან გამოწვეული სიზმრებისგან. მოკლედ თანამედროვე ადამიანისთვის ამ ფილმების გამო ძალიან გართულებული არის სიზმრების მიხედვით ფსიქოანალიზი. და ალბათ ისეთი რჩევა შეიძლება მიეცეს ისეთ ადამიანს არსებობენ, რომ ძალიან არიან დაკავებულები და შეშფოთებული თავის სიზმრების ახსნით და რაც ნიშნავს ეს და ალბათ უფრო როცა ვერ ხსნი სიზმარს ალბათ უფრო ნაკლები მნიშვნელობა შეიძლება მიანიჭოს, იმიტომ რომ ის არის მაინც წარმავალი და დროებითი და უფრო ცნობიერი უნდა მართავდეს ამ შემთხვევაში და არ იყოს ანუ მართვის სადავეები არ მივცეთ იმას, რაც უცნობია. ჩემი აზრი ესეთია. რა არის მე მაგალითად რატომღაც არ მჯერა რომ აი ასეთი კონკრეტული სიმბოლოები რაც ფროიდმა და იუნგმა დაადგინეს რომ აი სიზმარში მაგალითად ვაშს თუ ნახავ ამას ნიშნავს, გველს თუ ნახავ იმას ნიშნავს
ერთი პერიოდი მეც მჯეროდა ბავშვივით ასეთი რაღაცის, მაგრამ ახლა უკვე ნამეტანი კატეგორიული ასეთი რაღაცა რა, მართლაც კითხაობა ხომ არ არის. რა განსხვავებაა ახლა შენ ძალიან გაბღენწილი სახით ვითომ მეცნიერულად კითხაობ სიზმარზე თუ ვიღაცა ყავაზე მკითხავს. ხო, ვიღაცა ყავაზე მკითხავს. კითხაობაა, რომ მაინც ეს სიმბოლო კონკრეტული ამ ადამიანისათვის ამას უნდა ნიშნავდეს. ეს არის ძალიან ინდივიდუალური. მე მაგალითად სიზმრებს ეხლა უკვე ვნახულობ ჭკუის სასწავლებელს, დიდაქტიკურ სიზმრებს ვნახულობ, სადაც ფაქტიურად ჩემი ქვეცნობიერი სიმბოლოების და ისტორიების საშუალებით ძალიან ლამაზად მაჩვენებს ჩემს ფსიქოლოგიურ პრობლემებს. და ანალიზის შედეგად ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას აღმოაჩინ ხოლმე და მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ ჩემი ქვეცნობიერის ამის გამო. თუმცა კი უფრო გასაგებად რომ ვაწოდოს ხოლმე ინფორმაცია უკეთესი იქნება, მაგრამ ეს უკვე გაწაფვის ამბავია კომუნიკაციის ნელ-ნელა ერთმანეთს უკვე გავუგებთ. ბევრ შემთხვევაში არის უკეთესო თვითონ ადამიანმა გაარჩიოს რა ნიშნავს მისი სიზმარი. კი. თავისთავად ახლა გიპნოზის ქვეშ მყოფი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ასევე დაინახოს ის, რაც საერთოდ არ არსებობს და იგრძნოს ის იმ დონეზე, რომ თქვათ იგრძნოს, რომ ხელი დაეწვა და ხელზე გაუჩნდეს დამწვრობა. ეს უკვე გადადის ფანტასტიკის, მისტიკის სფეროში. ასეთი რაღაცეები ხდება ჩვენს გარშემო, მაგრამ რატომღაც ადამიანები ამაზე არ ამახვილებენ ყურადღებას. ისევ და ისევ ხმამაღლა რომ დავსვათ შეკითხვა, რატომ ხდება ასეთი მოვლენები, როდესაც ადამიანს ტვინი უქმნის რეალობას. მაშინ შეიძლება ვიფიქროთ რაღაცისთვის ჭირდება, ისე არ არსებობს ხო არაფერი, რისთვის არ დამისვია მე შეკითხვა, რისთვის სხვა საკითხია, რატომ, როგორ ხდება ეს? უკვე მივდივართ იქამდე, რომ იქნება ეს სამყაროც ჩვენ გონია რეალობა ესეც სიზმარია. სხვათა შორის ასეთი ძველი იგავი გამახსენდა ერთ-ერთ ფილოსოფოს სიზმარი დაესიზმრა რაღაც, გაიღვიძა და ძალიან დაფიქრებული ზის, ჩაფიქრებული, შეშფოთებული. მივიდა მასთან მოსწავლე და ეკითხება რა შესაქმე რატო ზიხარ ესეო და ფილოსოფოსი ეუბნება რომ სიზმარში ვნახე ვითომ პეპელა ვიყავი და ყვავილიდან ყვავილზე დავფრინავდიო. და მე რაო კითხა მოსწავლემ რა და იქნება ახლა პეპელას ესიზმრება რომ ფილოსოფოსი ზის ჩაფიქრებული და მოსწავლას ელაპარაკება. კი, ანუ ეს უფრო ისეთია. არ ღირს ძალიან ბევრი ფიქრი მოყეთ. არ ღირს? არა, შეიძლება ღირს, ჩაფიქრდე და პასუხებიც იპოვო, იმიტომ რომ არსებობს ისეთი შეკითხვა, რომელზედაც პასუხი არ არსებობდეს. შეიძლება რაღაც ეტაპზე ეს პასუხი აღმოჩნდეს ტყუილი, მაგრამ ვინც ჩაეძიება ბოლომდე ის პასუხებს იპოვის. შეიძლება იქამდე მივიდეთ და განვარცხოთ აზრი, რომ სამყარო საერთოდ ილუზიაა. როგორც ფილმ მატრიცაში ჩვენ წევართ რაღაც გარკვეულ აბაზანებში, საიდანაც ენერგიას გწოვენ და ჩვენ twins კი პირდაპირ აწვდიან ინფორმაციას, რომ ვითომ ასე ხდება და ვითომ ისე ხდება. არადა თანამედროვე გამოკვლევები კვანტურ ფიზიკაში და ფსიქოლოგიაში სერიოზულად ადასტურებს ამ მოსაზრებას. შეიძლება ჩვენ რობოტები არ გვმართავენ, მაგრამ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ეს სამყარო არის ერთი დიდი კომპიუტერული თამაში, სადაც ჩვენ უბრალოდ ვერთობით და მეტი არაფერი. კიდევ ასეთი აღმოჩენები არის თანამედროვე, რომ ის ინფორმაცია, რომელიც ინახება ვითომ და twinში, სიამთვილეში twinში ვერაფრით ვერ დაეტეოდა. ანუ მაინც სად ინახება, ხო, ეს საკითხი არსებობს. სამყაროს უზარმაზარ კომპიუტერში, ეს კომპიუტერი შეიძლება იყოს არამატერიალური, არამედ რაღაც ეგეთი სხვა განზომილებაში და twinი გარკვეული ორგანოებით, მაგალითად აი მესამე თვალით, რომელიც თითქოს და ახლა უმოქმედოა, ამის ორგანოს საშუალებით უკავშირდება, ეს მისი ინტერფეისია, თქვათ სამყაროს ინტერნეტისკენ. და იქიდან შეუძლია ამოიღოს ინფორმაცია, მაგალითად მომავლის შესახებ. და ინფორმაცია, თქვათ, აი რა ხდება დედამიწის მეორე მხარეს. არადა ესეთი ცდები ხო ტარდება და რეალურად ასეთი რაღაცები ხდება. არსებობენ ესეთი ადამიანები, ვისაც ეს ნიჭი აქვთ. ნიჭი აქვთ, საიდან აქვთ? საიდან იღებენ ამ ინფორმაციას? სამყაროს დიდი კომპიუტერიდან, სადაც ჩაწერილია ყველაფერი, რაც იყო, არის და იქნება. ანუ რაღაც ისეთი ნიჭი აქვს უფრო განვითარებული, რაც სხვა ადამიანებს აქვთ დახშული. ის გივე მესამე თვალს ბავშვი როცა იბადება, მას თავის ქალის რაღაც ნაწილი სწორედ ეგ ნაწილი აქვს ღია და ძალიან საინტერესო რატო ღია და რატო
ეხშობა 3-დან 6 თვემდე. ალბათ ამასაც რაღაც მნიშვნელობა ექნება. ამაზეც არის გარკვეული მოსაზრება. აი მაგალითად, როგორ ეხსნება ადამიანს საუბრის ლაპარაკის ცენტრი. მას მუდმივად ელაპარაკებიან და ის ალაპარაკდება. მშობლები მას რომ არ ელაპარაკებოდნენ, ბავშვი ეგრევე დარჩება მუნჯად. მუნჯი, კი. იქნება და აი ეს ინტუიციის ცენტრი, მესამე თვალი, ასევე შეიძლება რომ ამოქმედდეს, თუ კი მას გაუკეთებს სტიმულაციას, რომ ამოქმედდეს. ან თუ ის უფრო მგრძნობიარე იქნება ის იმ გარეზე გავლენების და იმ არამატერიალური სამყაროს მიმართ ალბათ, ხო? არსებობენ ადამიანები, რომელსაც აქვთ ეს წინასწარმეტყველური ნიჭი და ალბათ ბევრსაც გაუგიათ. ცნობილი ადამიანებიც იყვნენ. ესეთები, რომელიც არის ბრმებიც იყვნენ და არც ვერც ხედავდნენ ფიზიკურ სამყაროს, მაგრამ ხედავდნენ სხვადასხვა ადამიანების მომავალს. ნუ ვანგა ხო მაგალითად ერთ-ერთი ასეთი ფენომენი. მაგრამ არსებობს ასეთი მეცნიერი, რომელმაც შეიმუშავა მეთოდიკა, რომლის საშუალებითაც მას შეუძლია უსინათლო ბავშვებს განუვითაროს ხედვა თვალების გარეშე. ეს ბავშვები რეალურად ხედავენ იმ დონეზე, რომ შეუძლიათ მაგიდიდან მაგდინაზე ხტუნაობა და თქვათ გამოიცნონ რა ფერის არის ეს ქაღალდი, რომელსაც მიუტანენ მას და თქვათ თუნდაც რა წერია მასზე. წარმოგიდგენია როგორი? ანუ მხედველობა რომ ისეთ არ აქვს საერთოდ. აბსოლუტურად ვერ ხედავს ადამიანი, მაგრამ შეუძლია ასეთი ხედვა მაინც გამოიმუშაოს. მაგრამ მხოლოდ მათ არა ვინც ვერ ხედავს, ასევე ჩვეულებრივ მხედველ ბავშვებს აუხვევენ თვალებს უბრალოდ და ეს ჩვეულებრივ ბავშვებიც ასევე ნიჭით არიან. და მთელი არსი ამ მეთოდიკისა დაიყვანება სწორედ აქამდე, როგორც მეტყველების ცენტრი შეიძლება განუვითარო ბავშვს მხოლოდ იმით რომ მარჯიშით, ასევე აი ამ ხედვის ცენტრი შეიძლება განუვითარო ბავშვს ვარჯიშით. სხვადასხვანაირი ვარჯიშებით, თამაშებით პრინციპში, ეს ყველაფერი თამაშების პრინციპზე იგება, მათ ეს უნარი უვითარდება. ძალიან საინტერესოა. მით უმეტეს რომ ისინი ხედავენ უკვე ადამიანის აურას და ამ აურის მიხედვით ზუსტად იციან ეს ადამიანი კეთილია თუ ბოროტი, იტყუება თუ არ იტყუება. და არის ხოლმე ესეთი ბუნებრივი ნიჭიერიც აქვთ ხოლმე ესეთ ადამიანებს, აი ადამიანი რენტგენს რო ეძახიან ხოლმე. ასეთია. ხედავენ ზუსტად რომელ ნაწილში აქვთ ადამიანს აუცილებლად რაღაც დაავადება. მაია რამიშვილი, გოგონა რენტგენი, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეა, თბილისელია, ჩვენი თანამედროვე არის, მე მასთან ყოფილვარ მიღებაზე, მართლაც ზუსტად დაინახა ყველა ის დაავადება, რომელიც ჰქონდა ჩემ მეგობარს. ანუ არსებობს ეს დაავადებები, რომელსაც ვერ იკვლევენ, საიდან მოდის და სად არის წყარო ამ დაავადების. როგორ გითხრა ახლა, მუშაობს როგორც რენტგენი. მიხვალ მასთან გაიხდის აფასოს როგორც რენტგენის აპარატზე და ისიც გეტყვის, რომ აი შენ ეს გჭირს. მოკლედ ძალიან საინტერესო საუბარი, თუმცა კი ძალიან არასრული საუბარი გამოგვივიდა დღეს ძილსა და სიზმარზე. ალბათ ამ თემას კიდევ განვაგრძობთ და გავავსობთ, მაგრამ მაინც ვერ ამოწურავთ, ყოველ შემთხვევაში რაღაცას საინტერესოს მაინც გაიგონებს ჩვენი რადიო მსმენელი და ჩვენც ერთმანეთისგან. კი, რა თქმა უნდა. ხო. როგორ არის თქვენი ცენტრის დაიწყო მეცადინეობა თქვენს ცენტრში? კი, გუშინდელიდან დაიწყო მეორე ტრენინგი ართ-თერაპიაში და კიდევ იგეგმება მომავალში სხვადასხვა ტრენინგები, ერთ-ერთი იქნება ფსიქოდიაგნოსტიკაში. ალბათ შემდეგ დაწვრილებით მოგიყვებით რა ხდება თქვენს ტრენინგებზე, ძალიან საინტერესო იქნება ჩემთვის და რადიო მსმენელისათვის. ეს იყო გადაცემა მოდი ვისაუბროთ რადიო ექსკლუზივზე, გადაცემა გადის ეთერში ყოველ სამშაბათს და შაბათს ღამის 12 საათზე. საუბრობთ ფსიქოლოგიაზე და სხვადასხვა ინტელექტუალურ თემებზე.